და დღის სხვა მთავარი თემები ცხოვრება ავტოფარეხში ხანდაზმული მოქალაქე ხელისუფლებას დახმარებას თხოვს. ლიანა ნებიერიძე თვეებია ისნის რაიონში ავტოფარეხში ცხოვრობს. უსახლკარო დარჩენილს ნათესავები და მეზობლები ეხმარებიან. 7 თვეა უკვე გარაჟში ვარ. ნახევარ წელიწადზე მეტია, რაც ლიანა ნებიერიძე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მდებარე ამ პატარა ავტოფარეხში ცხოვრობს. ნებიერიძეს ისნის რაიონში საკუთარი ბინა ჰქონდა და იქვე ბაზრობაზე ტანსაცმლის მაღაზიაში მუშაობდა. ვაჭრობისთვის აუცილებელი თანხის გამოსატანად რამდენიმე წლის წინ ბინა ბანკში ჩადო. თაღლითების მიერ მოტყუებულმა კი პროცენტი ვეღარ დაფარა და ქუჩაში აღმოჩნდა. ძალიან კარგი გადამხდელი ვიყავი, ძალიან კარგი შვილო. არასოდეს დაგვიანება არც ერთ ბანკში არ მქონია. ნებიერიძის კუთვნილ ბინაში 2 დღის წინ ახალი მესაკუთრეები შევიდნენ, რაც იქვე ავტოფარეხში მცხოვრებმა ხანდაზმულმა ქალბატონმა მძიმედ განიცადა. ესენიც არატყუიან, განატყუიან. მიასყიდეს უცბად ყადაღა მოიხსნა და მიასყიდეს. ლიანა ნებიერიძე მეუღლის დანატოვარი ბინის დასაბრუნებლად ბანკებს დახმარებას თხოვს. გადამინაწილონ ბანკში ჩაიდონ. მე იმის თავი და იმის უნარი მაქვს, რომ მე გადავიხადო შვილო. მე არავისი ისე ჩუქება არ მჭირდება შვილო. დაყადაღებული და შემდგომში დაკარგული საკუთრების პრობლემით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას საკმაოდ ხშირად მიმართავენ. იურისტები ამბობენ, რომ ამგვარად დაკარგული უძრავი ქონების დაბრუნება ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია. მოქალაქეებს პირველ რიგში ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის ბოლომდე არ აქვს სრულყოფილად გააზრებული, რას ნიშნავს, რა სამოქალაქო რისკი აწევთ. გამომდინარე იქიდან, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება და თავისი საკუთრება, ამ შემთხვევაში უძრავი ქონება დატვირთა იპოთეკით, გულისხმობს იმას, რომ მისი მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი ან არაკეთილსინდისიერი შესრულების შემთხვევაში უკვე კანონი კონკრეტულად მას კი არ დაიცავს, არამედ დაიცავს უკვე მის კრედიტორს. ლიანა ნებიერიძემ ცოტა ხნის წინ თაღლითების წინააღმდეგ განცხადება მთავარ პროკურატურაში შეიტანა. საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია.